მოგესალმებით კვარას და ფეხბურთის გულშემატკივრებო. განსაკუთრებით მოგესალმებით ქართველო ქალბატონებო. მოგესალმებით შემო ძვირფასო ადამიანებო. უკვე 2 დღე გავიდა, რაც დამთავრდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, დამთავრდა ის პარი სენ-ჟერმენისა და ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გამარჯვებითა და ლამაზი პერფორმანსით, მაგრამ ჩვენ ისევ ეიფორიაში ვართ, ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ეიფორიაში. მე რასაკვირველია კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ ყველას ამ დიდ წარმატებას ქართული სპორტის, ფეხბურთისა და არა მარტო მთელი ქვეყნის წარმატებას, თითოეულ ჩვენგანის წარმატებას. განსაკუთრებით ულოცავ ჩვენს ემიგრანტებს, პირადად ჩემ თავსაც რასაკვირველია, იმიტომ რომ ჩვენ საოცრად ამაყები გავხდით და თავაწეულები დავდივართ პარიზის ქუჩებში და ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, უკვე გცნობენ ქართველებს და ქართველები ხართ, გვეკითხებიან და გვიღიმიან და მაშინაც მოგმართავენ კვარა და ასე შემდეგ. ეს კი ძალიან დიდი ბედნიერებაა. დღეს მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ რამოდენიმე ინფორმაცია, რომელიც ჩემი აზრით თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ ნაკლებად შუქდება პრესაში და რასაკვირველია, კარგი იქნება თუ ჩვენ გვეცოდინება ამის შესახებ. როგორც ვიცით, წლევანდელ საფეხბურთო სეზონში, რომელსაც ქვია 2024-25 წლების სეზონი, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ის ტურნირი მოიგო, რომელშიც კი მონაწილეობდა. ესენია იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი. მაგრამ წელს კიდევ არის 2 ტურნირი, რომელშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა პარიზელთა კლუბმა და მათ შორის რასაკვირველია ჩვენმა ხვიჩამ. ეს ტურნირებია პირველი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც სულ რაღაც 10 დღეში 13 ივნისს დაიწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ტურნირი, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება, ჩატარდება ახალი ფორმატით და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფორმატით, რომელიც გაზრდის ამ ტურნირის პრესტიჟს და გულშემატკივრები მეტი ყურადღებით მოეკიდებიან მას. ერთი სიტყვით, წლევანდელ საკლუბო ჩემპიონატში FIFA-ს, ანუ მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციის 6-ვე კონფედერაციის 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. აქედან ევროპის 12 გუნდი იქნება. სამწუხაროდ არის წესდებაში ესეთი პუნქტი, რომ ერთი ქვეყნიდან 2 გუნდის მეც არ შეუძლია მონაწილეობის მიღება. და შედეგად ჩვენ ამ ტურნირში ვერ ვიხილავთ ინგლისის ლივერპულსა და ესპანურ ბარსელონას. სამწუხაროდ რასაკვირველია, მაგრამ დანარჩენი გუნდები სახეზე იქნებიან ყველა ძლიერი გუნდი მსოფლიოში. ეს 32 გუნდი დაიყოფა 8 ჯგუფად. პარი სენ-ჟერმენი მოხვდა B ჯგუფში, რომელშიც მასთან ერთად ითამაშებენ მადრიდის ატლეტიკო, ბრაზილიის ბოტაფოგო და მასპინძელთა წარმომადგენელი სიეტლ საუნდერსი. ეს 4 გუნდი იქნება ამ ჯგუფში და რასაკვირველია, დიდი შანსი აქვს პარი სენ-ჟერმენს, რომ გავიდეს შემდეგ ეტაპზე, რომელზეც გავა 2 საუკეთესო ყოველი ჯგუფიდან და შეადგენენ
ეს 16 გუნდი შეადგენს მერვე ფინალურ წყვილებს. ამის შემდეგ უკვე აქედან დაწყებული ამოქმედება ოლიმპიური სისტემა და წაგებული გუნდი გამოეთიშება ტურნირს. რაც ხო ინგლისიდან თქვით ჩვენ რომ ლივერპული არ ითამაშებს, ხო, მაგრამ ითამაშებს ორი კლუბი, ესენი არიან Manchester City და Chelsea. ხოლო ესპანეთიდან, საიდანაც ვერ მონაწილეობს Barcelona, ითამაშებენ მადრიდის რეალი და ამავე ქალაქის Atletico. ეხლა რაც შეეხება საპრიზო ფონდს, საპრიზო ფონდი იქნება რეკორდული და ის შეადგენს 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს. გამარჯვებული კლუბი პრიზის სახით მიიღებს 125 მილიონ ამერიკულ დოლარს. მეორე ტურნირი, რომელიც ბოლო იქნება ამ სეზონში, არის ევროპის სუპერთასის, ანუ UEFA-ს სუპერთასის გათამაშება. UEFA-ს სუპერთასი ერთმანეთს ხვდებიან, როგორც ვიცით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდები. მოდის ვიხდი, აი წინა საკლუბო ჩემპიონატზე რო გესაუბრებოდით, იქ გუნდების შერჩევა მოხდა ბოლო 4 წლის შედეგების, ნაჩვენების შედეგების მიხედვით, ბოლო 4 წელს ნაჩვენების შედეგების მიხედვით, ანუ 2021-24 წლის შედეგების მიხედვით. სწორედ ამან გამოიწვია, რომ ბარსა და ლივერპული ვერ მოხვდნენ ამ ჩემპიონატს. რაც შეეხება სუპერთასს, სუპერთასის გათამაშება გაიმართება 13 აგვისტოს იტალიაში ქალაქ უდინეში. მოდით წარმატება ვუსურვოთ ორივე ტურნირში ჩვენს ხვიჩას და მის ძალიან სიმპათიურ გუნდს Paris Saint-Germain-ს. მე კი დღეს ამითი დაგემშვიდობებით. ნახვამდის შემო ძვირფასო ადამიანებო, მე კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო ინფორმაციებით. კარგ ბრძანდებოდეთ.